მოგესალმებით, დაგიბრუნდით სტუმართან ერთად. მე ნინო ნებიერიძე დღეს საინტერესო თემაზე მოგაწვდით ინფორმაციას. ყველაფერს ტერფის პრობლემებთან დაკავშირებით გაიგებთ თქვენ სპეციალისტისაგან. ქალბატონი თამარ ჭიჭინაძე გვესტუმრა, კლინიკა ტერდის ექიმი, ტერფის სპეციალისტი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ მოგბრძანდით და მე დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენი წინა შეხვედრა, ასევე ესაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას იქნება ნამდვილად. მიაწვდის იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ტერფთან დაკავშირებით პრობლემები, ან ვის ოჯახშიდაც ეს პრობლემა არის. მოდით დავიწყოთ თავიდან. როგორ შეიძლება გავიგოთ, რომ ტერფის პრობლემა აქვს ადამიანს? პირველ რიგში ეს შეგვიძლია გავიგოთ ყველაზე იოლად ვიზუალურად. ხო, სანამ რაიმე ჩივილი დაიწყება. პირველი თაღი შეიძლება იყოს შემცირებული ან საერთოდ არ ისახებოდეს, ტერფი ტრიალდებოდეს შიგნით, ან პირიქით ეს ვალგუსური დეფორმაციაა და ბრტყელტერფიანობა. მეორე ვარიანტი შეიძლება გარეთ ტრიალდებოდეს, ეს არის ვარუსი და ჰიპერსუპინაცია. შეიძლება ტერფზე რო შეხედავ ადამიანს თითქოს აქ ნამგლის ფორმა, ეხლა ახალგაზრდა არის ძიან ეს ნამგალი და ურო რა არის, მაგრამ ჩვენ ხო გვახსოვს. ფორმის მიხედვით, ან პირიქით ნორმაზე მაღალი თაღი. შეიძლება პირველი თითის დახვრის კუთხე იყოს ძლიერი, ეს არის უკვე ჰალუსვალგუსური დეფორმაცია. მოკლედ, ჩვენ ვიზუალურად ამას ვხედავთ. მეორე არის, რა თქმა უნდა, ჩივილები, დაღლა, ტკივილი, ტერფის რომელიმე მიდამოში, სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება, ასე რომ ეს შეუძლებელია ადამიანს გამოეპაროს. აი, ასაკი რომ გავსაზღვროთ, რა ასაკიდან შეიძლება ტერფის პრობლემები შევნიშნოთ ადამიანში? ტერფის პრობლემები ჩვენ უკვე შეგვიძლია ნიშნოთ სადღაც 4-5 წლიდან. ამიტომ დიაგნოსტირება შესაძლებელია 4-5 წლიდან, ეს იქნება პედოგრაფია თუ სკანირება, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, ხა ჩვენი სისტემა ყველაფერს სამგანზომილებაში ხსნის. მაგრამ 4 წლამდე ერთხელ ბავშვი ვაჩვენოთ ორთოპედს. საერთოდ ორთოპედიული ფეხსაცმელი ბავშვებს 4 წლამდე თქვენი სურვილით არ უნდა ჩააწვათ, იმიტომ რომ სავსებით შესაძლებელია საერთოდ ეს არ ჭირდებოდეს. ამიტომ ერთი კონსულტაცია ორთოპედთან უნდა გავიაროთ. აი 4 წლიდან, 5 წლიდან უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ ტერფის სკანირება და მივხვდეთ, არის თუ არა რამე მიდრეკილება მაინც. ის კი არა რომ უკვე პათოლოგია, იმიტომ რომ თაღი იწყებს ჩამოყალიბებას რეალურად 4-5 წლიდან. პატარაა ის, შეიძლება რაღაცა მკვეთრი ჩივილიც არაფერი ქონდეს, რა დატვირთვა იმას აქვს, მაგრამ იცით როგორ უნდა მივხვდეს ნინო მშობელი, ბავშვები არ არიან ზარმაცები. ბავშვები ყოველთვის აქტიური, სიცოცხლის ცავზე ენერგიული უნდა იყოს, ბავშვი მოძრავი უნდა იყოს. ის თუ მალე იღლება, ის თუ ხელში ითხოვს, ის თუ იძახის რაღაცაზე მტკივა, შეიძლება სწორად ხელიც ვერ დაადოს ტერფს დაწვის. ამ შემთხვევაში უკვე ეს უნდა გავითვალისწინო და რა თქმა უნდა შეგვიძლია დიაგნოსტიკა ჩავატარო და შემდგომში კიდე ასაკი აბსოლუტურად არ არის შეზღუდული. ანუ არასწორად თუნდაც თავიდანვე დაწყებულმა აი ასეთი ფეხსაცმლის ჩაცმამ შეიძლება იქ შეიძლება ნახეთ რა საქმე, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ვალგუსთან და ბრტყელტერფიანობასთან, ამას ქვია ჩაპლინის სიარული. ესე დადიან. ხო გინახიათ. იმ შემთხვევაში ჩვენ თუ ვარუსი გვაქვს და ჰიპერსუპინაცია, პირიქით, წინა ტერფი არის შემოსული, დათვივით დაბაჯბაჯებს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვი დადის და ცოტა წინა ტერფი შემოაქვს შიგნით და თქვენ ამას შეწეული ესეც პრობლემურია. ეს არის ვარუსი, რა თქმა უნდა, ესეც პრობლემურია. ეს არ არის ბრტყელტერფიანობა, ეს სხვა პრობლემაა. და ესეთ ბავშვს თქვენ რო ჩააცვათ სუპინატორიანი თუნდაც სტანდარტული ფეხსაცმელი, ხომ ორმაგად შემოიტანს. მერე ისევ იქნება გასაკეთებელი ეს ინდივიდუალური ღაბაში. ამიტომ ექიმის გარეშე აი ორთოპედიულ ფეხსაცმელს ნამდვილად არ მივესალმები და ისიც უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, რომ ჯობია ბავშვმა ფეხი აიდგას ფეხში შველმა, წინდებში ირბინოს. რესორულ ფუნქციას უფრო არეგულირებს, სიმძიმის ცენტრს არეგულირებს, ის პატარაა, ის სენსორულად შეიგრძნობს. ხო სამყაროს როგორც ხელზე ხდება, ისე ტერფზე არის. ამიტომ უფრო იოლად აიდგავს ფეხს. თუ შეატყვეთ სიარულის მანერაზე სავარაუდოდ 3-4 წლიდან რომ წინა ტერფი განზე გაიტანა, ეს უკვე მაჩვენებელი იქნება, რომ შეიძლება თაღის პრობლემა იყოს, ან თუ წინა ტერფი შიგნით შემოიტანა ვარუსი, რაზეც ვისაუბრე ხა დათვივით დაბაჯბაჯებენ, ესეც რა თქმა უნდა უკვე სამომავლოდ გარკვეულ პრობლემებს შეგვიქმნის და აქ საქმე იმაშია, რომ ეს ჩივილები ხო ნელ-ნელა წამოვა, ზრდას რო დაიწყებს, ოდნავ წონას მოიმატებს, განსაკუთრებით ვლინდება გარდატეხის პერიოდში, აი მკვეთრად ვლინდება და ზუსტად ამ პერიოდს 9-დან 14-მდე ემთხვევა ხოლმე ხერხემლის გამრუდება, რაშიც რა თქმა უნდა პათოლოგიური ტერფი გარკვეულ მნიშვნელობას საკმაოდ მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე შეიძლება უკვე ხერხემლის პრობლემა რა თქმა უნდა შეიძლება. თანამედროვე მედიცინა ბევრი პრობლემის დროულად მოგვარების საშუალებას იძლევა. პრევენციის საშუალებას გვაძლევს. შეიძლება ასე მარტივი არ ყოფილიყო თქვა ჩვენი ბავშვობის პერიოდში, ხო არც მიექცია ყურადღება. ჩვენი ბავშვობის. აი რა ხდება ახლა
ეხლა მედიცინა რას თავაზობს ადამიანს, ვისაც ტერფის პრობლემები აქვს? პირველ რიგში ჩვენ თავაზობთ ტერფის კომპიუტერულ დიაგნოსტიკას. გახსოვთ ადრე წყალში დადგაო, მერე იოდზე რომ ნახოთ, არა, ხო? ეს ყველაფერი უკვე შესაძლებელია კომპიუტერული დიაგნოსტიკის საშუალებით, ტერფის სკანირების საშუალებით, პედოგრაფიის საშუალებით და შემდეგ თუ გამოვლინდა იქ რაიმე პათოლოგია, თუნდაც მინიმალური, ეს ძალიან ზუსტია ეს გერმანული სისტემები, ეს ინდივიდუალური ღაბაში მზადება პროგრამულად, არა თვალის ზომით. როგორც ადრე კეთდებოდა, მე მახსოვს ის პერიოდი. ყველაფერი პროგრამულად მზადება, 18 ტიპის პროგრამა, 40 სახეობის მასალა. ეს მზადება ინდივიდუალურად, ის კი არა, ერთნაირი ტერფი ხშირად არა აქვს ადამიანს და ეს ღაბაშებიც რა თქმა უნდა განსხვავებულია. ანუ სხვა ორივე ფეხზე სხვადასხვა ღაბაში შეიძლება იმის ამხებით რა პრობლემა აქვს, ვიზუალურადაც და სიარულის დროს უკვე რო ჩადებს ადამიანი ხვდება განსხვავებული გრძნობა. მოდი ჩვენ ახლა ვაჩვენოთ აი ამ მასალაზე მინდოდა რას ქვია ღაბა? რა არის ღაბაში? მეგობრებო, ღაბაში არ გეგონოთ რომ არის მხოლოდ სუპინატორი. ის არის სხვადასხვანაირი სახეობა. ეს შეიძლება იყოს სუპინატორი, პრონატორი, ორთოკორექტორი, დიაბეტური კორექტორი, სპორტული სუპინატორი. იმის დამიხედვით რა პათოლოგიასთან და რა პრობლემასთან გვაქვს საქმე. ყველაფერს ამას ეწოდება ღაბაში. რაც შეეხება ამ ფერებს. სხვადასხვა ფერები, ეს ახლა ნაწილი წარმოვადგინე, რომ გაერკვეს უფრო ჩვენი მსმენელი და მაყურებელი. იმიტომ რომ ხშირად არის რომ მშობლები მოდიან და ამბობენ რომ აი ყვითელი მინდა ბავშვისთვის, მეწითელი მინდა, იმას ლურჯი უნდა. სწორად შერჩეულია. ხო, მაგრამ საქმე რაშია? ეს ფერები არის ექიმებისთვის. ეს არის ყველა სხვადასხვა ამორტიზაციის და ჩვენ რო უფრო იოლად მივხვდეთ რა პათოლოგიის დროს, აი თელიც რო დააჭიროთ, მივხვდებით სხვადასხვანაირია, უფრო იოლად რო გამოვიყენოთ, უფრო იოლად რო გავერკვეთ, რა შემთხვევაში რომელი ნომერი და რომელი პათოლოგიისთვის რა უნდა გამოვიყენოთ. აი გამოჭრილი შემდეგ არის აბსოლუტურად სხვანაირი. ეს სხვანაირია. ამის გამზადდება ეს ინდივიდუალურები უკვე თქვენი დიაგნოზის მიხედვით. აი ხო ხედავთ ეს და ეს აბსოლუტურად განსხვავებულია. იმის დამიხედვით რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, მზადდება ყველასთვის ინდივიდუალურად და ეს ხო მარტო ტერფის პრობლემებთანაც არ არის და აი ეგ სხვათა შორის მე რო ვამბობ რომ 4-5 წლიდან შეიძლება დიაგნოსტიკა იქამდე ცხიმის საფარველია, ბუთუთაა ის ფეხები არ შეიძლება ჩარევა თაღის ჩამოყალიბებაში. აი ამის გამოყენება შეიძლება, ეს არის ბელგიური სტანდარტი. შეხედეთ, ამას თაღი არა აქვს იმდენად. ეს უბრალოდ ფეხს იჭერს, რომ არ შიგნით გადაატრიალოს, არც გარეთ გადაატრიალოს ბავშვმა და სამომავლოდ დაიცვას რამე პათოლოგიისგან. საკმაოდ კარგი მასალაა, საკმაოდ ისეთია. ყველა მასალას აბსოლუტურად აქვს სამედიცინო ლიცენზია, არ არის ალერგიული, ეს მზადება, ბევრი კითხულობს, რისგან მზადდება. ჰაერით ფორირებული ნახშირბოჭკოვანი ქაფი წარმოიდგინე, რომელიც სუნთქავს. შიგნით სულ ჰაერის ფორებია, რომ ამორტიზაცია ჰქონდეს სპეციფიური და სუნთქავდეს თვითონ მასალას. შეიძლება საერთოდ ფეხსაცმელმა ფეხი გაუფუჭოს ადამიანს, აი მოზარდობის ასაკში. იცით რა შეასაქმე, რაღაცა მიდრეკილება მაინც იქნება. რაღაცა მიდრეკილება მაინც იქნება, უბრალოდ ეს არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი გაუარესებს მდგომარეობას. რამდენ მაინტერესა კიდე, როდესაც ვთქვათ ბავშვის ფეხსაცმელი იცვითება არასწორად. შეიძლება აი ზუსტად შიგნით უცვეთა. წარმოიდგინეთ, თუ შიგნით ატრიალებს, ესე იგი ფეხსაცმლის წვეთა შიგნით მეტია. თუ გარეთ ატრიალებს, ესე იგი გარეთ მხარეს არის წვეთა. შიგნით გვაქვს გადმოტრიალების დროს საქმე გვაქვს ვალგუსთან და ბრელტერფიანობასთან, გარეთ გადმოტრიალების დროს გვაქვს ვარუსთან და ჰიპერსუპინაციასთან. აი ეს ნაწილი უკანა მხარე თუ იცვითება, ეს ნაწილი ვეთრად იცვითება, მერე დროთა განმავლობაში ეს არის უკვე სასიარულო ღერძის და ფიზიოლოგიური ყნობის უბნების დარღვევა ასიმეტრია. ესე იგი სიარულის მანერა არის სპეციფიური, რომ მაქსიმალური წნევა მიდის კუსლზე და დროთა განმავლობაში ტკივა ადამიანს კუსლი. მე ამ კუსლის ტკივილი დროს ეს არ არის აუცილებელი ახლა დეზი იყოს, დეზი რენტგენზე ჩანს, ეს სპეციფიური ტკივილი აქვს, მაგრამ კუსლის ტკივილი დეზისგან იქნება თუ არასწორი ფიზიოლოგიური ყნობისგან იქნება, ყველა შემთხვევაში გადადის პლანტარულ ფასციებში, რაში მთელი ფასციის ანთება მიდის და მთლიანად ტერფით ტკივა. ამის მიხედვითაც შეიძლება მიხვდეს ადამიანი და კიდე ვიცი რის მიხედვით ნინო შეიძლება მიხვდეს ადამიანი თუ დგას და თითები არის ცოტა ჩაქუჩისებრი. ხო. ესეც სასიარულო ღერძის დარღვევა. ესე იგი წვეტა არის ცოტა თუ გართულებული და იძულებულია ბავშვი იქნება თუ დიდი, თითი წაახმაროს და აი
ესე გააკეთოს. თითებია ეს მოკეცილი და ამით ეხმარება სიარულში საკუთარ და განსაკუთრებით ეს რთულდება თუ გვაქვს ჰალუსვალგუსური დეფორმაცია, რომელიც გავს პადაგრას. მაგრამ სხვაობა არის ამაში. კი ბატონო, ორივე შემთხვევაში პირველი თითის დახრის კუთხე მატულობს და ზღუდავს მეორე მესამეს, ხო? ხო გინახიათ ახლა პადაგრა ვამბობთ, მაგრამ პადაგრა არის რევმატოლოგის საქმე. პადაგრის დროს შარდმჟავა ამაღალი. ჰალუსვალგუსური დეფორმაცია ეს არის უკვე განივი ბრტყელტერბიანობის ამბავი. ვიზუალურად გავს, მაგრამ ჩივილია აბსოლუტურად სხვადასხვა, ეს განსხვავებაც უნდა ვიცოდეთ, მაგრამ როგორც პრევენცია, ახლა ყველა შემთხვევაში ვიყენებთ ამას, რომ ელემენტარულად არ გართულდეს მდგომარეობა და სავსებით შესაძლებელი ადამიანი ოპერაციასაც გადარჩეს, თუ დროულად მიაქცეს ყურადღებას. აი დიდი ზომაც არის ყველა ზომებია მაქსიმუმი გვაქვს 54 წარმოიდგინეთ. დიდი ზომის, ანუ ზრდასრულ ადამიანსაც ჭირდება, შეიძლება ჭირდებოდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება ჭირდებოდეს. რა შემთხვევები გვხვდება? ეს მთლიანად მთელი ცხოვრება თუ ამ პრობლემასთან გქონდა ჭიდილი და შეიძლება ახლა ამ თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მიხვდა რა პრობლემა აქვს თუ არის კიდევ გარკვეული ვთქვათ პროფესიებისთვის რამე დამახასიათებელი ან დაავადებები ასაკობრივი რატომ ჭირდება? კი ბატონო, ჯერ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ ბავშვებში ძალიან კარგი დაქვემდებარება გვაქვს. ნინო 4-დან 14-მდე და მერე 17-18-მდე მუშაობ შენარჩუნებაზე. აი ეს რო დაფიქსირდება გარდატეხის პერიოდს რო გადააგორებს ტერბზე რაც დაფიქსირდება და ხერხემალზე და კიდე ტერბზე უფრო მთავარი კიდე ხერხემალია რო გამრუდება არ იყოს. შემდეგ გართულება არ ექნება. რაც შეეხება დასრულ ასაკს. ასაკი არ არის შეზღუდული, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს პრობლემა იყოს შეძენილიც. აუცილებელი კი არ არის ბავშვობაში გამოვლენილი, იქ სხვადასხვა ფაქტორებია. იქ შეიძლება ტრამვა იყოს, იქ შეიძლება ჰორმონალური ცვლილება იყოს, იქ შეიძლება ტერფის პათოლოგიები გამოიწვიოს, როგორც დიაბეტმა, დიაბეტური ტერფი, ნეიროპათია, ანგიოპათია, რას ნიშნავს გზნობელობის დაქვეითებას, კაპილარულ უკმარისობას და წარმოიდგინეთ, იქ უშუალოდ ტერფის დეფორმირდება და მაქსიმალური ზეწოლის უბნებზე ადამიანს უჩნდება წყლული და ამ დროს გზნობელობაა დაქვეითებული. იქ ისე შეიძლება სწრაფად წავიდეს ინფექცია და განგრენა, რომ თითი და ტერფი იყოს მოსაკვეთი. საოცარ თემას შეეხეთ ახლა ქაბატონო. ძალიან აქტუალურია სამწუხარო ბევრი ადამიანია ჩემს ირგვლივ, ვისაც ვიცნობ და ჩვენთან გადაცემაშიდაც ბევრი მოსულა, ცნობილი პიროვნება, რომელსაც დიაბეტის პრობლემა აქვს და ყველაზე ხშირი ჩივილი და პრობლემა მათი არის დიაბეტიდან ფეხების პრობლემა. რაც შეიძლება ყველა კარგად ამყოფოს ღმერთმა, მაგრამ ფატალურად დასრულდეს, ხო, იქ უკვე ქირურგიული ჩარევა და ასე შემდეგ. ანუ შეგვიძლია ამ ადამიანებს უშველოთ? რა თქმა უნდა, შეგვიძლია თუ დროულად მოვა. ეს ადამიანები ყოველთვის არიან ენდოკრინოლოგის და ანგიოლოგის დაკვირვების ქვეშ. როდესაც გაიგეთ თქვენ ეს დიაგნოზი, თქვენ კი არ უნდა დაელოდოთ, რომ აუცილებლად იქ ეს ხო ეტაპობრივად ხდება, ეხლა პირველ-მეორე დღესვე კი არ ხდება რა. რომ გზნობელობა დაქვეითდეს და კაპილარული უკმარისობა. ანუ როგორი აუცილებლად უნდა ატაროს დიაბეტური სუპინატორი. ის არის აბსოლუტურად სხვა მასალა, ესეთი კი არ არის. აბსოლუტურად სხვანაირია და ზემოდან გადასაკრავი არის ვერცხლის ძაფების შემცველი, რომელიც ახდეს დეზინფექციის ეფექტიც აქვს. და ის ზეწოლის უბნები, სადაც მაქსიმალურ წნევას ურტყავს, სისტემა ისე აყენებს, რომ განიტვირთოს. იქ წნევა არ იყოს მაქსიმუმის შესაბამისად, არც კოჟრი იქნება და არ დროთა განმავლობაში რაიმე ინფექცია წავა. ამიტომ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გადარჩეს ადამიანი თითის ან ტერფის ამპუტაციას. აი სამწუხაროდ ამას გულის ტკივილით ვამბობ და ეს ხშირად ხდება. უკვე როდის მოდიან, იცი, როდესაც არის თითი და თითები ამპუტირებული. კი ბატონო, მაშინაც მაქსიმალურად შეიძლება ის მაინც შეინარჩუნო, რაც დარჩა, მაგრამ ხო შეგიძლია ეს თავიდან აიცილო. ასე რომ მეგობრებო, ყველას ურჩევ, როდესაც გაიგებთ, რომ არის ესეთი დიაგნოზი, აუცილებლად მიაქციეთ ამ საკითხს ყურადღება, ნუ დაელოდებით რაიმე წყულის განვითარებას. რა შემდეგ ძალიან მართონ ამისთვის პირდაპირ შეგიძლიათ მობრძადეთ ტერჩი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ძალიან კარგია, მე მგონი ძალიან კარგი ინფორმაცია მივაწოდოთ. მე პირადად თუ რაიმე შემეძლება და ვინმესთვის მიწოდება ამ ინფორმაციის დამატებით ასევე გაუზიარებ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ძალიან მნიშვნელოვანი მოგვარება ამ პრობლემის თქვენი მეშვეობით. რა შეიძლება ვთქვათ კიდევ ურჩიოთ თუნდაც სპორტული დატვირთვის დროს რატო ვიყენებთ? საერთოდ სპორტული დატვირთვა ეს ცალკე საკითხი არის სპორტული მედიცინა, ხო? არ არის აუცილებელი სპორტსმენს ჰქონდეს რაიმე ტერფის პათოლოგია, მაგრამ იმ შემთხვევაში რა პლუსი აქვს იცით? იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აქვს რაიმე ტერფის პათოლოგია, ჩვენ სპორტით არ ვზღუდავთ.
იმას შეუძლია ამ ინდივიდუალური სუპინატორით როგორც სრულფასოვანმა ადამიანმა ისეთი დატვირთვა მიიღოს და სხვაზე ნაკლები არ იქნება, მაგრამ როდესაც არ არის არანაირი პათოლოგია ტერფის, რატომ მზადდება ინდივიდუალური სპორტული სუპინატორი? იმიტომ რომ აძლიერებს რესურსულ ფუნქციას, სპორტსმენი არის მანევრირებადი და უფრო სწრაფი. აი პირველი რეზერვი რაც აქვს, ხო ეს 5-10 წუთი ჩვენ იმას ვერ შევწვლის სამწუხაროდ, მაგრამ შემდეგ რო კუნთი იღლება, აი ეს შეგვიძლია გავაკეთოთ რესურსული ფუნქციის და ტუმბოს ფუნქციის გაძლიერებით. აი ზუსტად ამიტომ იყენებენ ამას. პრობლემები შეიძლება თუ არა გამოიხატოს, მაგალითად მე ბევრი ჩემი მეგობრის ბავშვის გამსმენია, რომ ცეკვის დროს იღლება მუხლები, მუხლებში ძალა აქვს. ეს შეიძლება აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა. ეხლა ცეკვის დროს ბავშვი ამას ვერ ატარებს, იმიტომ რომ ცეკვის ფეხსაცმელში ეს ამას ვერ ჩადებს. მაგრამ იქამდე რომ ამითი მიდის, ამ ინდივიდუალური სუპინატორი ყოველდღიურად და უკან ამითი მოდის, მაქსიმალური წნევა მუხლებზე შემცირებულია, ცირკულაცია უკეთესია და აღარ ტკივა მუხლები. გასაგებია, ესე ძალიან საინტერესო რჩევა. ფიზიკა მათემატიკა არის. უკვე აი ზუსტად იგივე არის, დაუშვათ რატო ინიშნება, კითხულობენ, არა აქვს ადამიანს რაღაცა ტერფის პათოლოგია, მაგრამ ინიშნება ვარიკოზის, ლიმფოვენური ვარიკოზის. ამ სხვა დაავადებებზეც ლიმფოსტაზის დროსაც ინიშნება. ისევ იგივე პრინციპია, რესურსული და ტუმბოს ფუნქციის გაძლიერება. იმ მედიკამენტოზურ დანიშნულებასთან ერთად ამას რო ატარებს ადამი, ჯერ ესეთი მძიმე ფეხის სინდრომი ერთ კვირაში აბსოლუტურად მოხსნილია. სუბუქად დადის. მერე ცირკულაციისთვის კარგია, რესურსული ფუნქციისთვის კარგია, ტუმბოს ფუნქციისთვის კარგია, შეგუბება იქ ნაკლები მიდის. ეს ინიშნება როგორც დამხმარე საშუალება და პრევენციის საშუალება იმ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, რასაც ექიმი უნიშნავს. ზუსტად იგივეა ენდოკრინოლოგიური პრობლემები, ზუსტად იგივეა ჭარბი-წონის დროს შეიძლება დაინიშნოს. და ინიშნება ასევე ართროზების, ართრიტების დროს, კოქსარტროზი, გონარტროზის შემთხვევაში. რატო? სახსარი დადგა სწორად და წნევა არის ნაკლები. პროცესი განა არ წავა, იმას ცალკე მიხედვა უნდა, მაგრამ არ წავა სწრაფად და არ იქნება მტკივნეული. დიახ. ახლა კიდე რა მაინტერესებს, მე რომელმაც არ ვიცი, ვთქვათ არაფერი ამ ყველაფრის შესახებ. ვამზადებთ სპეციალურად აი ამ ხაბაშებს ნებისმიერ ფეხსაცმელში ჩასაფრენად. ნებისმიერ ეს არის რადიკალურად სამკურნალო ჩვენი სისტემა. ვიწროში, თხელში ეს არ მიდის. ამას ანუ მე შევარჩევ ფეხსაცმელს, მაგრამ მასში შემიძლია რა თქმა უნდა, იმას უნდა ჩადო და მოძრავია, გადადის მე ერთი ფეხსაცმლიდან მეორე ფეხსაცმელში არ მოზღუდავს ფეხსაცმლის მოდელის შერჩევაში ვიზუალურზე ვგულისხმობ. თავარია ცოტა სიღრმე კონდეს. თავარია ცოტა სიღრმე ჩვევაც უნდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, თუ ტერფი ეჩვევა ერთი კვირის განმავლობაში, ფაქტიურად ეჩვევა, არის იშვიათი შემთხვევები, როცა კორექცია ხდება, მაგრამ ხდება ისე, რომ თქვა შეიძლება ჩაიცვას და მარტივად მალე ესეთი 50-60%-ია, მაგრამ არის 40% ძალიან რთული, რომელსაც დრო ჭირდება. დრო ჭირდება, რომ მიეჩვეს, ჯერ ტერფი უნდა მიეჩვიოს, წარმოიდგინეთ, ეტაპობრივადაც შეიძლება, მაგრამ მთელი საყრდენმამოძრავებელი სისტემა და კუნთოვან-მყესოვანი აპარატი რო გადაეწყოს, ამას დრო უნდა, ეს არის თვე-თვე ნახევარი. აი უკვე ამის შემდეგ იგრძნობს ადამიანი რეალურ შედეგს. ქაბატონო თამარ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში და ქუთაისში დღეს ამ პრობლემების მოგვარებისათვის ეს საუკეთესო საშუალებაა. ის რაც ვთქვათ შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშიც რა თქმა უნდა შეგვხვდეს და იყოს. ეს არის საუკეთესო საშუალება, ეს არის გერმანული და ბელგიური სისტემები, უახლესი სისტემებიდან, როგორც კი ისინი ვითარდებიან, ისინი ხო ჩვენი პარტნიორები არიან, ყველა სიახლე, ეს იქნება პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწა თუ ახალი მასალა, ახალი აპარატურა, რა თქმა უნდა, ტერჩი უკვე ინერგება და წარმოიდგინეთ, მაინც ამდენი წლიანი კვალიფიკაცია და გამოცდილება 24 წელი არ არის, ხო, ცოტა უკვე ჩემ ყოფილ პაციენტებს შვილები და შვილიშვილები მოყავს, სამწუხაროდ გენეტიკური მიდრეკილებებით არის. არის გენეტიკური? არის მიდრეკილებები, არის გარკვეული გენეტიკური, არის. სხვათაშორის ხშირად გამიგონია, რომ მამის ან ბაბუას სიარულის მანერა აქვს და ვამბობთ ხოლმე ამას. ესე შეიძლება აქედან გამოწვეული იყოს. რამდენად ხელმისაწვდომია ხა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ მნიშვნელოვან თემასთან ერთად. საქმე იმაშია, რომ
და რა ეტაპებია ყველაზე აუცილებლად გასავლელი, რასაც გვერდს ვერ აუვლით, მანამ სანამ ღაბაში დამზადდება. პირველი რაც გასაკეთებელია ეს არის რა თქმა უნდა დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში მზადება ეს ინდივიდუალური ღაბაში. იაფი სიამოვნება ნამდვილად არ არის, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება, ახლა 70 ლარი ღირს კონსულტაცია დიაგნოსტიკა და სადღაც 240-ის ფარგლებში ეს ინდივიდუალური ღაბაში. ბავშვებში ვარგისი არის დაუშვათ ზომის ცვლილების მიხედვით წელიწადი და 2 თვეს, დასრულებში 2 წელი. მაგრამ მტერდი რა თქმა უნდა ჩართულია ჯანდაცვის სისტემაში, ასე რომ უნდა როგორ არ შეიძლება ჯანდაცვამ შეიძლება დააფინანსოს გამგეობა მერიამ არის სპეციალური პროგრამები და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაციას გავატართ პაციენტს, რა თქმა უნდა. და თვითონვე ურჩევთ, თქვათ, თუ კი არის ამის საშუალება დაფინანსება როგორ გამოიყენოთ. ძალიან კარგი. რაც შეეხება კონსულტაციას გამეორებით ექიმთან, როდის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. აი მოიყვანეთ ბავშვი პრობლემა დაუმზადეთ. როდესაც ბავშვი დაუპატარავდება ეს ინდივიდუალური ღაბაში, იქამდე განმეორე ეს რადიკალურად ეს სწრაფადაც არ იცვლება, ხო, ამას გარკვეული პერიოდი ესეთ წლები უნდა რომ შეიცვალოს და ბავშვებში განმეორებითი კონსულტაცია მხოლოდ ფეხის ზომის ცვლილების შემთხვევაში, დასრულებში, როდესაც გაცვდება, დაჯდება, გაფუჭდება თავის საქმეს ვერ შეასრულებს, ეს არის 2 წელი. დიახ. 2 წელიწადში კი, როდესაც ვალგუსიან ვარუსია, სამთოში ფუჭდება, ის ფეხსაცმელი გადასაგდებია და სხვადასხვა ფეხსაცმელის არ გაცვდება სპეციფიურად. ფეხსაცმელის გადაჭრა, რა კარგია. ახლა ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი რაზედაც უნდა ვისაუბროთ, თქვენ გაქვთ ასევე გარდა დაფინანსების შესაძლებლობა, არის მნიშვნელოვანი ფასდაკლებებიც და აქციებიც ძალიან ხშირად არის. ეს არის სახალხო სააღდგომო ფასდაკლებები, დედის დღესთან დაკავშირებული ფასდაკლებები, 50%-იანი ფასდაკლებები. ამიტომ მაყურებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება კლინიკა ტედის Facebook გვერდს, ან ჩემ პირად Facebook გვერდს, სადაც ყოველთვის წინასწარ 3 კვირით ადრე მაინც გამოქვეყნდება ეს ფასდაკლება. ეხლა მაგალითად თბილისში 10 დღე იყო ჩვენი ჩვენმა ორთოპედმა გააკეთა ეს ერთ პიროვნულად მოინდომა ნუნუ გეგეშიძე არის ჩვეულებრივი სპეციალისტია. უფასო იყო ორთოპედის კონსულტაცია მრავალშვილიანი დედებისთვის და ისე გამიხადა, იმდენი მრავალშვილიანი დედა ყოლია, ნინო ნამდვილად არ მეგონა. აი ამაზე მეტი ბედნიერება არ არის. ქალბატონები იყვნენ, რომელსაც ყავდათ 6, 7, 8 შვილი. აი ძალიან გახარებული ვარ. საერთაშორისო ძალიან კარგი საქმეც არის გაკეთებული, იმიტომ რომ ამ მრავალშვილიან დედებს უკვე ინფორმაცია მიეწოდათ და მათი შვილებისთვის პრობლემები 50%-იანი ფასდაკლება იქნება უკვე დიაგნოსტიკა კონსულტაციაზე, უკვე უშუალოდ პედოგრაფიაზე. ეს ეტაპობრივი ფასდაკლებები და აქციები რა თქმა უნდა ყოველთვის არის. მე ვიცოდი რომ ეს იყო თბილისში, ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ მაყურებელს ასევე ქუთაისში, როდესაც გაიხსნა. ახლა რა შეგვიძლია უთხრათ, სად შეიძლება ეტაპზე ტერდმა გააფორმა მემორანდუმი და ძალიან მოხარული ვარ საერთაშორისო სამედიცინო ცენტრთან, ნინგოროყვას კლინიკასთან. არ ვიყავი ნამყოფი, ახლა ხანს მივედი ზუსტად აპარატურა გადავიტანე დღეს და არაჩვეულებრივი კლინიკა, არაჩვეულებრივი თვითონ სტაფი, მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, ასე რომ ტერდი სტაბილურად უკვე ფუნქციონირებას განაგრძობს საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში ფოთის ქუჩა 40, ხოლო ჩემი ვიზიტი უშუალოდ მე ხლა ყოველ ეს ხშირად ვერ ჩამოვდივარ, იმიტომ რომ ბათუმში მივდივარ, თელავში მივდივარ, სხვადასხვა რეგიონებში. ჩემი ვიზიტი მეგობრებო უკვე დაგეგმილია 15-16 მაისს, ასე რომ რაზეც მე ხლა ვისაუბრე, ეს პრობლემები თუ გაწუხებთ ან თქვენ შვილებს გელოდებით საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს არაჩვეულებრივი საშუალება თქვენი კონსულტაცია. მადლობა მოწვევისთვის. და ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ რა თქმა უნდა, თავისუფალი სიარული გადაადგილება და მოძრაობა და ხერხემლის დაცვა. ჯანსაღი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანია. მადლობა რომ გაგვანებივრეთ ამ ინფორმაციებით. ქალბატონი თამარ ჭიჭინაძე იყო ჩვენი სტუმარი სტუდიაში დღეს, კლინიკა ტერდის ექიმი, ტერფის სპეციალისტი. ჩვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია ტერფის პრობლემებთან დაკავშირებით, თუ კი რაიმე გამოგჩათ, აუცილებლად ჩვენს გვერდს იპოვით სოციალურ ქსელში, ან კლინიკა ტერდის გვერდი მოიძიეთ, ან ქალბატონი თამარ ჭიჭინაძის და დამატებით კიდევ არაერთ საინტერესო ინფორმაციას ნახავთ.